მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მსმენელებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და კიდევ ერთხელ გილოცავთ 2025 წლის შემობრძანებას. ეს წელი ხვავის ბარაქის წისვლისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს. ახლა რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, ლიტერატურული პოდკასტები მაიასთან ერთად, დღევანდელი დღის სტუმარია ბრეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელენე მიდიაშვილი. ელენე არის ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მას ამ სფეროში ჯილდოებიც აქვს მიღებული. მინდა აღვნიშნო, რომ ელენე მიდიაშვილი მონაწილეობდა 2024 წელს ყველაზე წიგნიერში და მისმა გუნდმა ითამაშა ფინალში. ასევე ელენეს აქტიურად აქვს მონაწილეობა მიღებული 2024 წლის ტვინების ბრძოლაში, კერძოდ საშემოდგომო ტურში. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ესეების კონკურსში, რომელიც გაიმართა 2024 წელს, ელენეს ესე მოხვდა ათეულში. ასევე ნოდარ დუმბაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში ელენემ მიიღო მონაწილეობა 2024 წელს და ბისმა ლექსმა აიღო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს ლექსი გახლავთ, იქნებ ვასიას სამშობლო. ასევე მინდა ისიც გითხრათ, რომ ელენე არის გორის მაცხოვრის ფერისცვალების სამრევლო სკოლის მოსწავლე და მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2023 წლის სააღდგომო შეჯიბრში აღდგომა ქრისტესი, სადაც ის გახდა მესამე ადგილოსანი. მინდა ისიც მოგახსენოთ, რომ ელენემ მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მარტის ქართული ენის კონკურსში, სადაც აიღო პირველი ადგილი, ხოლო ამავე კონკურსში მათემატიკაში აიღო მესამე ადგილი. ელენე, გილოცავ ამ წარმატებებს, მართლაც შესანიშნავი მოსწავლე ხარ და მინდა მთელი გულით წარმატებები გისურვო და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. მინდა ასევე მოგილოცო ახალი წელი, უფრო მეტი წინსვლა, წარმატება და ბედნიერი მომავალი გისურვო და შენ საქმიანობაში უფრო მეტი სიახლე ყოფილიყოს დღევანდელ წელს და უფრო მეტად გაგევითარებინოს შენი საქმიანობა სასწავლო დარგში. დიდი მადლობა ქალბატონო მაია მოწვევისთვის. მინდა ახალი წელი მოგილოცოთ და ქალბატონო მაიას ახალსაქმიანობაში ლიტერატურული პოდკასტები მაიასთან ერთად უსურვო წარმატება. ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი გადაცემა, იმიტომ რომ გაზრდის მკითხველთა დონეს და ჯანსაღი კრიტიკა ლიტერატურული თვალსაზრისით. ჩემი აზრით, ადამიანი რომ კითხულობს წიგნს, მეტად ვითარდება და მნიშვნელოვანია წავიკითხოთ წიგნები, რაშიც პოპულარიზაციას უწევს ქალბატონი მაია ამ გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა. მინდა შემოგთავაზოთ ქართული შინდის წვენი, დავაგემოვნოთ და უკეთ ვისაუბრებთ დღევანდელი დღის თემაზე. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღის თემა არის 2024 წელს გამოცემული ჩემი პირველი ისტორიული რომანი სულთნის დედა, რომელიც შეიძლება სამი ასპექტის მიხედვით განვიხილოთ. ეს არის როგორც ისტორიული, ასევე ლიტერატურული და ფსიქოლოგიური ასპექტები. ახლა რაც შეეხება პირველ შეკითხვას, მიირთვით ქალბატონო ელენე, შინდის წვენი, ნატურალური პროდუქტი. მოკლედ, რაც შეეხება სულთნის დედას, ეს როგორც ისტორიული ნაწარმოები. ისტორიული თვალსაზრისით, შენ რას გამოყოფდი ამ ნაწარმოებში, რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი და რა მოგეწონა ამ კუთხით, ამ კონკრეტულ რომანში? ჩემი აზრით, ისტორიული თვალსაზრისით, ზოგადად საქართველოს ისტორია არის ძალიან მრავალფეროვანი. თუნდაც მისი გამოვლილი გასაჭირების მიხედვით და ერთ-ერთი იყო ტყვეთა სყიდვა, რამაც დიდი დაღი დაასვა საქართველოს ისტორიას და თან მასში ერისთავებიც იღებდნენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში როსტომ რაჭის ერისთავი. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს ისტორიაში და ყველაზე ცუდი მოვლენაც, რადგან ამ ტყვეთა სყიდვის განმავლობაში საქართველოსთან გაედინებოდა ახალგაზრდა ნიჭიერი ხუნიცავსე ქალოჟის ნაკადი ოსმალეთის დიდ და ძლევამოსილ იმპერიაში და მას ასაზრდოებდა, ასე რომ ვთქვათ.
სამწუხაროდ ქართველებიც უწყობდნენ ხელს და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოსმალეთის იმპერიისთვის და ძალიან სავალალო საქართველოსთვის. ამ წიგნში კარგად არის გადმოცემული და ჩემი აზრით ქართველმა უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია და ეს უმნიშვნელოვანესი და სამწუხარო მოვლენაც. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ამ ნაწარმოებში ეს მართლაც ძირფესვიანად არის გადმოცემული და წვეთასყიდვის სიმძიმე ჩვენი ერისთვის, იმიტომ რომ უამრავი ნიჭიერი და ულამაზესი და ჯანმრთელობით სავსე ახალგაზრდობა გაედინებოდა ქვეყნის გარეთ და ისინი უკვე თავისი ქვეყნისთვის კი არ იყვნენ, ასე ვთქვათ, კი არ მოღვაწეობდნენ, არამედ სხვა ქვეყნისთვის და ეს ძალიან ცუდი იყო ჩვენთვის. მაგრამ საქართველოს ამასაც გაუძლო და ამაში ჩვენი ღირსეული წინაპრები, რა თქმა უნდა, იღებდნენ მონაწილეობას, კერძოდ ამ ისტორიულ რომანში საუბარია სოლომონ დიდზე, სოლომონ პირველზე, რომელმაც თავისი გამეფების პირველივე დღიდან აკრძალა წვეთასყიდვა და სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე ის დარჩა თავისი გადაწყვეტილების ერთგული. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო სოლომონს მოუწია საკუთარ დედაზეც კი უარის თქმა, მას დაუპირისპირდა ძალიან ახლო გარემოცვა, რომ კვლავ აღდგენილიყო წვეთასყიდვა, მაგრამ სოლომონი ამას მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა და სწორედ მისმა, ასე ვთქვათ, დაუღალავმა, პრინციპულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ის, რომ იმერეთი ნელ-ნელა აღმავლობის გზას დაადგა, თუნდაც იმით, რომ წვეთა დიდი ნაკადი უკვე აღარ გაედინებოდა ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ელენე, როგორც ლიტერატურულმა ნაწარმოებმა, ამ მხრივ რა გავლენა იქონია შენზე, ამ რომანმა და კერძოდ რატომ არის ღირებული, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები შენთვის სულთნის დედა? ლიტერატურის მხრივ ეს ნაწარმოები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისი სიუჟეტით. კვანძის შეკვრა და კვანძის გახსნა ნაწარმოებში ჩემი საყვარელი მოვლენებია, რადგან ამ დროს შერლოკ ჰოლმსივით ვარ ჩართული ნაწარმოებში და პოულობ ვეძებ გამოსავალს, ან რაიმე ხელჩასაჭიც, რომ ჩემს გონებაში და ჩემს წარმოსახვაში გავაქცელო ესა თუ ის მოვლენა. და ამ წიგნში ავტორი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ პერსონაჟზე გამოვიტანოთ დასკვნები, ან გავაკეთოთ ჩვენ თვითონ ანალიზი. გარდა ამისა, კარგად არის წარმოჩენილი პერსონაჟები და ესეც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ლიტერატურული ნაწარმოებისთვის, რადგან ნაწარმოებში პერსონაჟი არის კარგად წარმოჩენილი, ის ხდება ჩვენი საყვარელი პერსონაჟი და ჩვენი საყვარელი ნაწარმოებიც. ძალიან კარგი. შენ საყვარელი გმირი რომელია ამ ნაწარმოებში? ჩემი საყვარელი გმირი არის ჯაფარა, რომელიც უსაზღვროდ და უსაოცროდ კარგად არის წარმოჩენილი და უკიდეგანოდ საოცარი პიროვნებაა. ძალიან კარგი. კერძოდ აი რა მომენტმა განაპირობა ის, რომ შენ ასე ძალიან მოგეწონა ეს ერთ-ერთი მთავარი გმირი. ჯაფარა იყო იდუმალებით მოცული და გარდა ამისა იყო თავისი ბატონის ერთგული და ჩემთვის ერთგულება არის უპირველეს ყოვლის მნიშვნელოვანი და როდესაც ადამიანი არის ერთგული და გააჩნია ეს გრძნობა, ის არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი. დასაწყისში აღნიშნე, რომ ფსიქოლოგიური ასპექტიც ამ რომანისთვის არის დამახასიათებელი და ამ კუთხით მაინტერესებს შენი დამოკიდებულება ამ რომანისადმი, როგორც ფსიქოლოგიური ნაწარმოებისადმი, ელენე, და აი ამ მხრივ რას გვეტყოდით? ამ ნაწარმოებში კარგად არის წარმოჩენილი ადამიანის გრძნობები და განცდები. ავტორი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ გამოვიტანოთ დასკვნა რომელიმე პერსონაჟზე და არ ვიცნობთ მას მარტო გარეგნულად, არამედ ვიცნობთ მის სულიერ მხარესაც, მის განცდებს, წესჩვეულებას და მის ცხოვრებას შინაგანად. ძალიან კარგი. ეხლა რა მაინტერესებს შენთვის აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ამ ნაწარმოებში, რომელია და თუ შეგიძლია ამაზე ისაუბრო? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი წაკიკითხავს. დიახ. გაიოს. ჩვენი უბედურება იცი კიდევ რაშია? როცა რაღაცას იკეთო ქვეყნისთვისაა გასაკეთებელი და გვგონია რომ ეს ვინმე უნდა გააკეთოს და ჩვენ მხოლოდ მოვიხმაროთ, ვუყურებთ ერთმანეთს და ველოდებით და თუ მართლა ღმერთმა გზის მაჩვენებელი არ მოგვივლინა და მიმართულება არ მისცა ჩვენს ძალას, დავდივართ ასე, დაგსაქსულები. ეს იმ საქმეს აღგავს გზად მიმავალ კაცს მიწიდან ამომავალი წყალი რომ შეხვდება, რომელსაც
ოთხზე და ჩოქირი თუ დაალევს მიწიდან, დავლევს როგორღაც, მაგრამ გულში კი იტყვის, რა იყო, ვინმე ცოტა მიწა მაინც მოუჩიჩნოს, კრამიტი დაუდოს, სიმაღლე მისცეს ნაკაც, რომ ჩამომდინარე წყალი პეშვით მაინც დამელიაო, შედალოცვილო, ადექი და შენ გააკეთე, მიიხედ მოიხედე, თუ კრამიტს ვერ აღტყებ, ქვებს ხომ იშოვი ახლოში, ცოტა მოუთხარე, დაღმერთი შეუქენი წყალს და ქვეთ ჩაუყოლე ნაკადის მდინარეებისათვის, მაშინ შენს პეშვით დალევ და შენს მერე გამრილის და გამომრილის. სხვაც გაიგრილებს გულს და დაგლოცავენ კიდეც, წყლის ძალა მისცეს ღმერთმაო, იტყვიან და ვინ იცის სად დაგეწიოს მათი ლოცვა, თუ რამ შეგიძლია თავად გააკეთე საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ასეა ჩემო გაიოს, ასე. ძალიან კარგი ჩემო ელენე და რატომ მოგწონს ეს ადგილი? რატომ არის მნიშვნელოვანი შენთვის სწორედ აი ეს მომენტი, როდესაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი, ამ შემთხვევაში ეს სოფლის მოძღვარი, თავის ნათეს გაიოს მიმართავს ამ სიტყვებით. ჩემთვის ეს ადგილი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველოში და საქართველო არის ჩვენში და უნდა ვიზრუნოთ ჩვენ სამშობლოზე, რომელიც ჩვენ გვაძლევს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ, გადავრჩეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. ძალიან კარგი ჩემო ელენე. ეხლა მე მინდა გითხრა ასეთი რაღაც, რომ რას უსურვებდი ჩვენს მსმენელს და რას ურჩევდი ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით. ჩვენს მსმენელს ვუსურვებ მშვიდობას, სიყვარულს და კეთილდღეობას. ნაწარმოებთან დაკავშირებით კი ძალიან ბევრი სარჩენი არ არის, იმიტომ რომ როდესაც წაიკითხავთ ამ ნაწარმოებს, თქვენ თვითონ მიხვდებით, რამდენად ძვირფასი უნდა იყოს ის თითოეული ქართველისთვის. ზოგადად, როდესაც რამე საქართველოს ისტორიას ეხება და შენ ხარ პატრიოტი ქართველი, აუცილებლად ტანში დაგივლის, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს განსაკუთრებული ისტორია და ეს ნაწარმოებიც, ეს ისტორიული რომანიც სულთნის დედა არის საქართველოს ისტორიაზე და როდესაც ადამიანი ამ ისტორიას ეცნობი, აუცილებლად გულში გივარდება. და ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაში უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა ელენეს, დიდი მადლობა ელენე ასეთი შეფასებისთვის. მე მართლაც თავს ბედნიერად ვთვლი, რომ თუნდაც იმ ჩემმა ნაწერმა კითხველის გულამდე ამდონემდე მიაღწია და რაღაც წვლილი მე შევიტანე მომავალი თაობის პატრიოტიზმის განვითარებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველს, ჩემს ერთგულ მსმენელს და მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ახალი 2025 წელი.